კრეატინი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ფიტნეს ინდუსტრიასთან და სპორტულ მიღწევებთან ასოცირდებოდა, ექიმების დაინტერესა. უახლესი სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ კრეატინი კუნთებთან ერთად ტვინის და მთლიანი ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ამიტომ მეცნიერები ფიქრობენ, რომ კრეატინმა შეიძლება ფართო თერაპიული დანიშნულება შეიძინოს. ზოგადად კრეატინი უჯრედულ დონეზე ენერგიის მთავარი გენერატორია. ამიტომ ისეთ ორგანოებს, როგორიცაა გული და ტვინი, კრეატინი დაეხმარება შეუფერხებლად იმუშაონ სტრესისა თუ ინტენსიური დატვირთვის დროს. მეცნიერები ხაზგასმის აღნიშნავენ, რომ აქამდე გავრცელებული მითები მცდარია და კრეატინს საერთო არაფერი აქვს სტეროიდებთან და მისი მთავარი ფუნქცია მხოლოდ უჯრედების ენერგიით მომარაგებაა. უფრო მეტიც, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კრეატინის მიღება აუმჯობესებს მეხსიერებას, განწყობას და ინფორმაციის გადამუშავების სისწრაფეს. მომავალში მეცნიერები ფიქრობენ მის გამოყენებას პარკინსონის დაავადების, დეპრესიის თუ მენოპაუზასთან დაკავშირებული კუნთოვანი მასის კარგვის დროსაც. ექიმები დიდი იმედებს ამყარებენ კრეატინის ანთების საწინააღმდეგოებისაც კი. საინტერესოა, რომ დანამატების ეფექტი ინდივიდუალურია და განსაკუთრებით კარგ შედეგს ის ქალებში, ხანდაზმულებსა და ვეგეტარიანელებში ავლენს. ჰანტავირუსი, სიტყვა, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირა გამუდმებით გვესმის ზონოტური ვირუსია. ანუ ის ცხოველებში, რომელსაც თაგვებში გვხვდება და ისინი იშვიათად იწვევენ ადამიანებში რეალურ ინფექციებს. ის ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა ბოლო დღეებში, რაც ატლანტის ოკეანეში მცურავ საკრუიზო გემ MV Hondius-ზე ვირუსის ეპიდაფეთქება დაფიქსირდა, რასაც სამწუხაროდ 3 ადამიანი ემსხვერპლა. ამ ვირუსის ფართო საზოგადოებაში გავრცელების რისკი ძალიან მცირეა, თუმცა ამ გამოწვევის საპასუხოდ უკვე ჩამოყალიბდა გლობალური კონსორციუმი, რომელშიც 3 სხვადასხვა კონტინენტის მეცნიერები არიან ჩართულები. უშუალოდ ვირუსის საწინააღმდეგო მთავარი სამედიცინო კომპონენტი ანტიგენია. ამერიკაში ტეხასელმა მკვლევარმა შეიმუშავა, სწორედ ეს ანტიგენია ის ბიოლოგიური იარაღი, რომელიც ადამიანის იმუნური სისტემის ვირუსის ამოცნობისა და განადგურების გზას სწავლობს.